რატომ მასწავლებელმა დღეს 1 ტონა დავალება მოგწოდა დასაწერი, დასვენებულები ხართო. მე კიდე მაგრამ ნერვიულობ ქართული საკონტროლოზე. კიდე 200 არ გამოვგრა ხელი. მისამეთ. ამასაც უარი ჩხუბები ცუდ ნიშნებზე? მე რომ ჩმიტავ ხოლმე. და რაზე ვეჩხუბო ხო ვერ მეტყვი. მე კი ვიყავი ფრიადოსანი და რაც აღმერთს არას წადდეს არასაქმე არ ექმნებისო. გენიოსი იყო ჭავჭავაძე რო თქვა ეს. აუ თიკო მე თუ ორიანი მივიღე ისევ იმინა პაჟას გავაჩენ სკოლაში. დედა თუ ნამიცხეთ ზეგან რომ მე უკვე ყველაფერი ვიმეცადინეო. ნეტა ერთი მაგ ბავშვმა კიდე წიგნების გარდა რამე თუ იცის რა. კი როგორ არა ჭადრაკზე დადის ჩოგბურთზე და კიდე ცურვაზე. მე შემცხო დადიხარ ხოლმე ომარიკო. მაღაზიაში დადიხარ ხოლმე თონეში, რომელი შენი კლასელი დადის თონეში. ხო, ისე მეც მინდა რომ გავიზრდები მურმანიძიასნაირი თონე მქონდეს. თონის გარეშეც გამოეცხო პურსი. დუხოვკაში. მე რა გიგია ადამიანის ზოგჯერ უთონო, მაგრამ 1000 პურის მცხოველი. დღევანდელ განათლებასაც თუ განათლება ქვია რა. ომარიკო, მოდი აქ შენ უნდა გეჩხუბო ერთი კარგად. რა არის ბიჭო, ეს ამდენი ჩიფსები საიდან მოიტანე? ეზოში ვიყავით ბავშვები, მე, ვასო, ლიზი და სალომე და ლევანიძიამ ჩამოიარა რა გიყიდოთ ბავშვებო და ესენი გვიყიდა. კიდე წვენები, მაგრამ ისინი დავლიეთ უკვე. მოიცა, რომელი ლევანი? სპანდერაშვილი? ეგ გიყიდათ. მაგ შენი მეგობრის სალომეს ნამდვილი მამაა ეგ, მაგრამ არ ამბობენ. ომარიკო, გახსენი იქ ჩიფსები? რაღაც საინტერესო ამბავი გველის. ხო, გასაიდუმლოებულია. სიტყვა არ დაგცეთ არავისთან ახლა. მაგრამ რა გინდა რომ შეხედავ მაგ ბავშვს ლევანიას ეთ გამოიჭრილი. გოგოები ხო იც მამებს მსგავსებიან და. აბა სალომეზე და შოქმარი ყავს ის კაცი რასაკეთებს? ნუ ყოველ შემთხვევაში იმას არ ახლა რაც ბავშვის სკოლისთვის არის საჭირო. ეგ კაცი მუშაობს ომარიკო. და ეგ ამბავი შენ საიდან იცი? ომარიკო ეგ ამბავი ჩამოასხიბარი. ეგ ამბავი ცალთრიკმელანუნუ მომიყვა 4 წლის წინ, ხო? ეს ლევანი მაშინ მიდიოდა თურმე ამ ქალთან, ქმარიჯოს სახლში არისო და მუშაობდა, ხო? კი, რატომ მიდიოდა? ხო და ამ ქმარმა არაფერი არ იცის დღემდე, თორე ეგ სეთიკაცია რომ გაშორდებოდა აქამდე. მე კიდე ამ ჩიფსის ჭამას ვერ გავშორდი რა, შემითრია. ისე იგი შენთან უნდა გარდა არავინ არ იცის ეს ამბავი. სიტყვა არ დაგცეთ ახლა არავითარ არ დამღუპოთ. მე თურმე ერთხელ ეს ლევანი რომ ისულა სახლში, ამათთან თვითონ ის ქმარი დახვედრია სახლში, ხო და? იმგა. ფამილია მოვიდა. ეს 25 სერიის დასასრული. ეგ ახმოვანებულია TV ინგას მიერ. პროდიუსერი ცალთირკმელა ნუნუ. ხარხო ნახეთ რა მაგარი რობოტია ვაწყე. დედა, რას ამბობ ომარიკო, შენ აწყე? ხო, მე და კიდე გვეხმარებოდნენ ნოვატორში. თამაშებით გვასწავლიან. რა არის მე რასაკეთებს ეს რო აწყე? რას და დადის და ამას ამუშავებს კიდე წინ. აი, მე ამასაც თუ მოვესწრებოდი რა. დედა, რამდენი ელემენტები ქონია ომარიკო? ისე ერთი ცალი რო ამოვაცალოთ ჩვენი კედლის საათია გაჩერებული. არა, რა უნდა ამოვაცალო, აღარ იმუშავებს მე. კაი ხო. დედა ის როგორი მნიშვნელოვანია უკვე პროგრამირება ჩვენ დროში, ჰა? ყველა დაჭირდება აწი რაღაც დონეზე. ბაზარიერა რინგა, რაღაც დოზით ყველგან საჭიროა დღეს მართლა. ისე ომარიკო რა გამოდის, ახლა ეგ რობოტი შენი შვილია? და მე მამიდა გამოვდივარ. რობოტის მამიდა. აუ რა დებილობებს იძახის ხოლმე რა. შევდივარ ტუალეტში. ვახშენი. ომარიკო ტუალეტში შემომივარდა რობოტი. ვაცლი ტუალეტის ქაღალდს. ნახე რა გავაკეთო. და გამოვდივართ. დააბრუნდი ტუალეტის ქაღალდი. ომარიკო. ვახშენი. მე მოვკლავ აუცილებლად ომარიკოს. ხო, ძალიან დიდი ბოდიში რა ვერიკო კიდე ერთხელ ენა უნდა ამოვაცალო ახლა ამას მე. ვიღაცას წითელია ინთუ, რა მიქარია მჯერად. მე არაფერი იმას მიქნია, ფირცხალა ვამაბრალებს რაღაცებს. დაბრალებს კი არა, მოდი აქ. ეხლა შენი პირით მითხარი გაზეთმეტსახელის ჯარკი ფირცხალავას კლასში. სანამ ვიმოქმედე იცოდე. მე არაფერი შემირქმევია. სანამ ვიმოქმედე მეთქი. თავრი ჯგვინა. თავრი ჯგვინას მოგწემ მე შენ. დედამისმა დამირეკა, რა მდგომარეობაში ჩავარდი აღარ ვიტყვი. რა გიყო ეხლა მე შენ მითხარი.
ვიცი რომ დავისჯები. აღარ გამიშვა მაშინ ეს კვირა სკოლაში. გესმის, არა გესმის. კიდევ რა ხუმრობის ხასიათზე, არა. შებძანდები ახლა შენ ოთახში უტელეფონო და იფიქრებ შენ საქციელზე. და იმაზეც რავაჩუკოთ მზებებოს დაბადების ღია ხმალე გამიწდა თავი ვერაფერ ვერ მოვიფიქრე. აუ წეღა რომ მოდიოდი ამნისტიძეების ბინიდან გამოდიოდა იმ ქალის ცივილკივილი. რა ხდება ნეტა ხო არ იცი? ქვედა მეზობლე მაგის ქმარი მოყვა კაცო გუშინ შეწყალებაში, ხო, დააბრუნდა ოჯახში და დაიწყო თავიდან ის მთელი უბედურება. ხოძალადობაზე იჯდა, ხო. აუ რა საშინელება. არ და როგორ მშვიდად იყო რაღაცნაირად იქალი ამ ბოლოს, რაღაცნაირად გამოვიდა. ძე ხლა ვფიქრობდი ჩემს აქციელზე და კანტოფილს შეწავ დღეს. ეხლა შენ შეწავ გასკურა შეიწოდე. დამიჭერე კიდეც და ეგ იქნება რა. ჩემ დაჭერად გათავისუფლდა კიდე სამდენი ადგილი ციხეში. ძველი ფოტოები ვიპოვე. აი მე ომარიკო ძველი ალბომის ფოტოები და დავიწყებული მქონდა ეს. ანასტასია ნახე რა ტიპი იყავი პატარაობაში. აუ ძალიან მაგარი ჯემპრიმაცვია. ჯაუ ბორჯომი 2010 წელი. აუ როდინდელია. ხო, აი მზიაბებოსთან სოფელში ნახეთ როგორი ძროხები გვყავდა. აუ ეგ ძროხები მახსოვს. იმინე მაგარ შვებოდნენ ეზოში. ყოველდღე ხვიანი მქონდა ბასანოჩკები. კი ამ ფოტოში რატო ვტირი? მაჩვენეაბა. რაიმე ომარიკო აქ ვარ ზოოპარკში. სირაკლებამ წაგართვა ნაყინი და მთელი ზოოპარკი შენ გაწნარებდა. ანუ ბევრი არაფერი შეცვლილა. გუში ნაყინი შევუჭამე და ისწრემლები ჯერაც არ შეშრობია რაც იტირა. აუ აპარატო შემიჭამე ჩემი მარწყვის ნაყინი. კი შეხედი ანასტასია ჩახტილია. მაჩვენე. ტიტვალი რო დარბოდა ხოლმე სოფელში. მაჩვენე. უი გაიხა, სამწუხარო რომ ვეღარ ვნახავთ. ნაგვის ბუნკერში აღმოჩნდება. თეკლა გურგენიძე წეღარო სურათი დავხიე, ბავშვობის ეგ გამომიგზავნა. ტიტვალი რო ვარ. ქალბატონო, ჩემი აგენტურა მუშაობს, შენც 5 ლარი გადავუხადი მაგ ფოტოში. ტიტლი კანარო ხარ. დი უნდა ვიმღეროთ, მუსიკის მასწავლებელმა დაგვავალა რომ ადადეგებზე ივარჯიშეთო. ვიმღეროთ მერე ომარიკო ისე მიყვარს მე სიმღერა. ხო, ცალთვალაზებრას სიმღერა ხო გახსოვს? აი ეს არის ტექსტი. მახსოვს ხო მაჩვენ ერთი როგორ იწყება, ხო. სეტყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. და რაღაცა ვერ მღერი მე მგონი დღეს. დღეს და სხვა დღეებში? ზანგაკად მღერი ხოლმე სასროვალაგებ. აი ნიცი რომელი სიმღერა მიყვარს, ინგლისური. Let me be your woman, woman, ხო ეგ. გთხოვ რომ იქ მეორით აღარ იმღერო. აუ და ეს სიმღერა მემეცადნიოთ, რა დროს ეგ არის? აი დავიწყეთ ომარიკო. სეტყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი, გაიმეორეთ და რამ ჭირს კაცო. სეტყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. აი თავიდან გაიმეორე მიდი. სეტყვამ გაუხეთ ქაზებრას წარბი. აუ ყურებიდან სისხლი მომდის. და ასე თუ იმღერო ომარიკო მაღალოდ საწევ შენ. ეგ მარტივია. გადაეშვა ზებრა ტალახში. აი მე ცოტა ხანი მოეშვი რა მზელატოსის ჭამას კაცო. საერთოდ აღარ მინდა სიმღერაში ვარჯიში. აი ხო ბოლო ჯერ გავიმეოროთ. გადაეშვა ზებრა ტალახში. თედა რა ნოტი ავწიე, ჰა?